13 აპრილი 2018 წელი. ჯიმინის ვლოგი. ახლა იაპონიაში ვარ. 일본에서 있을 판미팅ის და სხვა ღონისძიებებისთვის იაპონიაში ჩამოვედით. 일본에 와 있는 დღეს მოვედით. ახლა თითქმის ღამის 2 საათია. 새벽 2시가 다 되어가는 시간이고 მუსიკალური შოუსთვის ჩაწერა გქონდა. 녹화를 하다가 이제 막 ბოლო დროს, 한 달 뒤면 რადგან პირველ თვეში ჩვენი კამბექი უნდა იყოს, ჩვენ ამისთვის დიდი ხანი მემზადებოდით. 하다가 왔었고 ახლა ჩაწერა დასრულდა და საბოლოო ვერსიაზე მიდის მუშაობა. ჩვენ ასევე უკვე 다 끝나 ვისწავლეთ ქორეოგრაფია და ახლა ვამუშავებთ მას. 자켓 사진도 찍어 ასევე გადავიღეთ ალბომის ფოტოები, მაგრამ ჯერ არ გადაგვიღია კლიპი. 상태 준비가 거의 ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ყველაფერი თითქმის მზადაა. ამიტომ მოუთმელოდ ველი. 너무 오랜만에 ჩვენ კამბექი გვექნება დიდი ხნის შემდეგ. ამიტომ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. პირველი 텀이 길었던 ვცნობ, რომ კამბექებს შორის დრო ძალიან დიდი იყო. ალბათ ფანებმაც იგრძნეს ეს. ჩვენთვის ის დიდი დროა. 시간으로 იმ დროის განმავლობაში სანამ კამბექი არ გქონდა, 컴백을 안 하는 동안 ისე არ არის, რომ არაფერს ვაკეთებდით. ყოველთვის რაღაცას ვაკეთებდით. 작업도 하고 მუშაობდით და კამბექისთვის ვემზადებოდით. მაგრამ 하면서 시간을 보내왔지만 어쨌든 ფანებთან ყოფნის დრო, არა. ფანებთან არ ყოფნის დრო იყო ძალიან დიდი. მე მართლა ძალიან მინდა მათი ნახვა. ვცნობ, რომ ეს დრო უფრო მეტად ბოლო დროს რაღაც გრძნობაა, რომელიც კარგია. ძალიან კარგი გრძნობაა. ისე გამოვიყურები, თითქოს თავს კარგად არ გრძნობ. მე მგონი იმიტომ, რომ მარტო ვარ და ცოტა მეძინება. რადგან უკვე 2018 წელია, მე ბევრ რამეზე ვფიქრობდი. იმ დროის განმავლობაში, როცა მარტო ვიყავი, ფიქრის შესაძლებლობა მქონდა. ინტერვიუებში მე მკითხეს ჩემს ოცნებებზე და ბედნიერებაზე, რომელიც წინ შეიძლება გქონდეს. როცა ეს კითხვა დამისვეს, ვიფიქრე, რომ მე უნდა მოვუძებნო რაღაც ახალი საწყისი. გონი რაღაც ასეთი ვთქვი. როცა 2018 წელი დადგა, წევრები ძალიან გადაღლილები იყვნენ. ფიზიკურადაც და მენტალურადაც ძალიან გამოფიტულები იყვნენ. და ერთად ჩვენ რთული დრო გამოვიარეთ. მეც ახალი წლიდან რატომ ვიბრძვი ამისთვის ჩემი ცხოვრებით? რისთვის ვფიქრობ? თუ ამას არ გავაკეთებ, გაგრძელებას ვერ შევძლებ. მინდოდა გამერკვია. შეიძლება ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ რაიმე სხვა მნიშვნელობის გარეშე, უბრალოდ მინდოდა, რომ გარკვეულიყავი საკუთარ თავში. მე მგონი ინტერვიუს დროს რაღაც ასეთი უპასუხე. მე გავიზარდე. დებიუტი მქონდა. პირველად ცხოვრებაში დავფიქრდი, თუ რას ნიშნავს ეს ჩემთვის. ბევრი ფიქრი მქონდა. ამის მერე დრო, რომელიც მარტო გავატარე დიდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ განრიგი გქონდა. მე ვსაუბრობ ამის იქით დარჩენილ დროზე. ამიტომ თავი ცოტა მარტოსულად ვიგრძენი. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც სხვებს შეიძლება დაეყრდნოს და არც ვიცი ეს როგორ გავაკეთო.
მირჩევნია მეტი მოვისმინო, ვიდრე სხვას უთხრა რაიმე. 그리고 막상 내가 ადამიანები, რომლებთანაც ვფიქრობდი, რომ შემეძლო მესაუბრა, 사람들이라고 მათაც რთული პერიოდი ჰქონდათ. 사람들이 좀 많이 힘들어. ამიტომ არ ვიცი რა გამეკეთებინა. 뭘 좀 어떻게 해야 될지 모르겠는 상황. და ამის გამო 그래서 좀 더 생각을 많이 ფიქრისთვის, გამორკვევისთვის დიდი დრო დავკარგე. 생각하기 위해서. მე მთელი ძალებით ვცდილობდი ბოლო 3-4 თვე გამორკვევას. 됐었던 것 같다. 한 3년 რადგან ამ პერიოდს გავდიოდი. 것 같은데. შევძელი რომ 괜찮아질 수 გადამელახა ეს და თავი კარგად მეგრძნო. 있었던 계기가 있었는데. მაშინ იყო ორი მთავარი რამ რაც გავაკეთე. პირველი 그런 힘든 시간을 მე რთული პერიოდის დროს 혼자만의 시간을 ჰობიჰონთან ერთად წავედი იაპონიაში. 호비형이랑 같이 ჩვენი რაღაც განრიგი გქონდა და ღონისძიება. შემდეგ ისე უკან დაუბრუნდით კორეაში. მე ვაკვირდებოდი იმას, რასაც ვაკეთებდით, მუსიკას, კონცერტებს, პერფორმანსებს, ჩვენს ფოტოებს. და რადგან ამ ყველაფერს ვუყურებდი, ნახე ჩვენი ვიდეო, სადაც Young Forever-ს ვასრულებთ. ეს კონცერტი იყო. ჩვენ პერფორმანსი არ გქონდა, მაგრამ მხოლოდ ფანები მღეროდნენ ამ სიმღერას. ეს იყო ვიდეო, სადაც ფანები მღეროდნენ. ჩვენ არა, მხოლოდ ფანები. 팬분들이 노래를 불러주고 있는 영상을 담은 모습을 담은 ამის ყურებისას ბევრი ვიტირე. 그때는 არ ვიცი ზუსტად რაზე ვფიქრობდი. ან ამის ყურებისას ცრემლები რატომ მომდიოდა. 그걸 보고 좀 되게 많이 ეს ის არის. ასე ვიფიქრე. სხვა არაფერი ვიცი, მაგრამ ეს ის არის. ვიგრძენი რომ თითქოს ვიღაცამ თავში ძლიერად შემომარტყა. 그러다가 좀 რატომ დავივიწყე ეს? ამაზე ვფიქრობდი. 생각을 많이 했었던 것 같다. ამის შემდეგ მინდოდა რომ камბექი ჩქარა გქონოდა. კონცერტები ჩაგვეტარებინა. მათთან მინდოდა შეხვედრა, რომ ისევ ერთად ყოფილიყავით. 한 자리에 있고 싶고. და მინდოდა რომ ისევ ერთად გვემღერა. ამაზე ვფიქრობდი. ეს იყო მიზეზი. შემდეგ მარტში ყველა სამოგზაუროდ წავედით ერთად. როცა ყველა ერთად წავედით, ყველა ჩვენ ბევრი არაფერი გაგვიკეთებია. ხორცი ვჭამეთ. მთელი დღე ვსეირნობდით და ვთამაშობდით. 게임하고 ვამზადებდით და ვჭამდით. 3 დღე ამის მეტი არაფერი გვიკეთებია. მართლა დიდებული დრო გავატარეთ. ადამიანები ჩემს გვერდით. და ადამიანები ვინც იქ უნდა ყოფილიყვნენ. იმის ნახვა როგორ ხალისობდნენ ისინი. 뭔가 그때는 ეს არის მიზეზი. როგორც წინაზე. ეს ვიგრძენი ისე თითქოს გონება გამინაცდა. თითქოს უკეთ ხდებოდი. თითქოს ვიკურნებოდი. ფიქრობ ასე ვგრძნობდი მაშინ. როცა უკან დავბრუნდით, განწყობა ჩვენ შორის გაუმჯობესდა. და ის დრო, რომელსაც ერთმანეთთან საუბრისთვის ვიყენებდით, გახანგრძლივდა. ამიტომ ვფიქრობ ეს ყველაფერი კარგი იყო. ამ დროის განმავლობაში ამის გამოვლის შემდეგ, როცა თავი ხელში ავიყვანე, მოულოდნელად
갑자기 იმის მიუხედავად, რომ გრაფიკის მიხედვით მუშაობდით, დრო კამბექებს შორის ძალიან დიდი მომეჩვენა. 그래서 내가 정신 ასე რომ როცა ეს დრო გადავლახეთ, 준비를 ჩვენ უკვე ვემზადებოდით შემდეგი კამბექისთვის. 그 정신 차려서 მე უკან დავბრუნდი, თავდაუზოგავად მუშაობდი და დავასრულე მომზადება. 너무 기대되고 სერიოზულად ვცდილობდი ამას, რომ გამოვსულიყავით და გვეჩვენებინა ახალი მუსიკა. 우리 사진 მართლა მინდა თქვენთვის ახალი რამეების ჩვენება და კამბექს რაც შეეხება. ვფიქრობ თავდაუზოგავად ვიმუშავეთ და ყველაფერი კარგად გამოვა. მართლა ძალიან მინდა მალე გაჩვენოთ ახალი შოუ. რაც უნდა იყოს, რასაც ვფიქრობდი, იმას ვამბობ. იმას ვამბობ, რაც მოხდა. ახლა როცა გონება გავიწმინდე, თავს უკეთესად ვგრძნობ. პირველ რიგში იმიტომ, რომ თქვენ 정신이 맑아지고 나니까 იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხნის შემდეგ ჩამოვედით ფან მითინგზე იაპონიაში. 일단은 კარგ დროს გავატარებთ და კარგ მოგონებებს შევქმნით. და უკან დავბრუნდებით. ბოლოს თუ კარგად მოვემზადებით, კარგი კამბეკიც გვექნება. 준비를 잘해서 좋은 모습으로 컴백하면 뭔가 იმ წევრებს კი, ვისაც რთული პერიოდი ახლა აქვთ. და მე ისე ვფიქრობ, რომ 뭔가 이유를 찾을 수 ვიპოვით მიზეზს. არა სერიოზულად. რასაც მე ვგრძნობდი. ეს ის არის, აი ეს აზრი. იმედი მაქვს, რომ წევრებიც იგრძნობენ ამას და ყველაფერი კარგად იქნება, როგორც ყოველთვის. და სწრაფად გვექნება კამბექი. მე ძალიან ვეცდები. და ბოლოს როცა მე ამ პერიოდს გავდიოდი, ეს არის აზრი, რომელიც მომივიდა, რადგან მუშაობ. ფანები, სერიოზულად ვამბობ. ფანები იქცნენ ჩვენ მიზეზად. ჩვენ მიზეზი რის გამოც ჩვენ აქ ვართ. მიზეზი, მათ მოგცეს ჩვენ მნიშვნელობა. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით და წინსვლას გავაგრძელებთ. ჩვენ გვაქვს მიზეზი, რომ გავაგრძელოთ სიმღერა და პერფორმანსი. ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრი ასეთი ფიქრი მქონდა. ასე რომ იქნება ეს golden disc თუ SMA. როდესაც ჩვენ მოვიგეთ ჯილდო, ნამჯუნ-ჰიონის სიტყვით გამოვიდა. იმ დროს ეს სიტყვები მე ძალიან მინდოდა რომ მithქვა იგივე. რადგან ჰიონმა თქვა. როგორ გითხრათ? რადგან მან ის თქვა. რისი თქმაც მე ძალიან მინდოდა, თავი კარგად ვიგრძენი. ახლა მე მაქვს ის მიზეზი, რომელსაც ვეძებდი. ეს კარგი შეგრძნებაა. გონზე მოვედი. ახლა მე მიზეზი მაქვს. მოკლედ ასე ვუძნებ ახლა თავს. ეს პირველი შემთხვევა, როცა ასეთ დიდ ვიდეოს ვწერ. 이유가 생겼으니까. 아무튼 ხვალინდელი დღე. არა, ახლა უკვე დილაა. 7 საათის შემდეგ. ჩვენ ოსაკაში მივდივართ.
ხელის ჩამორთმევის შეხვედრაზე. 자기는 해야 될 것 같다. 일본에서 ასე რომ უნდა ვიბანაო და დავიძინო. მე განრიგი კარგად უნდა შევასრულო. 컴백. და უკან დავბრუნდე რომ ალბომზე მუშაობა გავაგრძელოთ. კამბექი. მიზანია რომ კამბექი კარგად ჩავატაროთ. 13 აპრილი 2018 წელი. ჯიმინის ვლოგი დასასრული. მეგობრებო, არ დაგავიწყეთ ჩემი ახალი არხის გამოწერა ბაისის, მაგრამ და რაც შეეხება ჩემ ხმას ვიჭყიპები წამლებით ასე რომ ვფიქრობ შემდეგი ვიდეოსთვის თუ არა, იმის შემდეგი ვიდეოსთვის უკვე ჩემი ხმა გამოსწორებული იქნება. კარგად.